მოგესალმებით, გვესალმებით ჩვენს სპეციალს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისიხვის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ქალების შესახებ. გადაცემაში ვსაუბრობთ ქალები და ეკოლოგია. დღევანდელი გადაცემის თემა არის ქალები და ეკოლოგია. ახლო აღმოსავლეთში ქალთა რევოლუცია რამდენიმე 1000 წლეულის წინ დაიწყო. მდინარე ევფრატის დღევანდელი გადაცემის თემაა ქალები და ეკოლოგია. ახლო აღმოსავლეთში ქალთა რევოლუცია რამდენიმე 1000 წლეულის წინ დაიწყო. მდინარე ევფრატის, ტიგროსის, ხაბურისა და ზაპის ნაპირებზე. ბუნებაზე რაციონალობასა და სხვადასხვა ეთიკურ მოდელებზე დაყრდნობით. ქალები ისტორიულად მნიშვნელოვანი ცხოვრების წესს ავითარებდნენ. მათ მიერ შექმნილი სოციალური ისტორია დღემდე არის შემორჩენილი 1000-მდე გამოქვაბულში. იერარქიული სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურებით წარმოქმნილი დაბრკოლებების, რეპრესიებისა და უარყოფის მიუხედავად, ქალთა მოძრაობა დღემდე ცოცხლობს და ალტერნატიულ განვითარების გზად კომუნალურ ცხოვრებას გვთავაზობს. კომუნალური ცხოვრების წესისა და სტილის დაბრუნება ძალისხმევას მოითხოვს, რათა დღევანდელი გამოცდილებები და ინტელექტუალური მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს აწუყვე განვლილ ისტორიასთან. ჟინვარი ქურთულად ქალთა ცხოვრებისეულ სივრცეს ნიშნავს. ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით თავისუფალი ქალთა პირველი ეკოსოფელი სირიაში ისტორიულად დაგროვილი გამოცდილებების გაცოცხლებასა და მათთან დაკავშირებას ცდილობს. ერთი მხრივ ეს დიდი პოლიტიკური სიახლეა, რომელიც აბდულა ოჯალანის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ იდეოლოგია, რომელიც სათავეს ქურთი ქალების ისტორიული რეზისტენციიდან იღებს. საზოგადოება სოციალური ცხოვრებისთვის საწყისი მოცემულობაა. ჩვენ ადამიანები მუდმივ კავშირში ვართ ერთმანეთთან, გარემოსა და ბუნებასთან. სწორედ ამ კავშირების საშუალებით არის შესაძლებელი გადარჩენა და განვითარება. დღევანდელ სოციალურ ცხოვრებას კი დაკარგული აქვს მნიშვნელობები. საზოგადოება დიდ დანაკლისს განიცდის. ქალების ჩაგვრის ისტორიითა და პოლიტიკით, ამიტომ ჩვენ წარსულში ვეძებთ იმ ქალების სიბრძნეებს, შემოქმედებას, რწმენებსა და თვითშეგნებებს, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ თვითკმარ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენამ მიწასთან ისტორიულად დაკავშირებული ქალები ცხოვრებას თვისობრივი ტრანსფორმაციებით ვიწყებთ, რათა გავაცნობიეროთ თუ ვინ ვართ დღეს, როგორ ვცხოვრობთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში. ვეყდრობით იმ ქალების გამოცდილებებს, რომლებიც გამოსავლის მოსაძებნად ინკლუზიურობის, კომუნალური ცხოვრებისა და საერთო მიზნების პრინციპებიდან ამოდიან, რაც თავის მხრივ რევოლუციური პროცესია. ჩვენ ქურთები გარემოცულნი ვართ სისტემური ომებით, კულტურული და ეთნიკური გენოციდით. სწორედ ამ მიზეზების გამო ჩვენს მიწაზე წინააღმდეგობა იზრდება. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვაშენებთ ისეთ საცხოვრებლებს, რომლებიც შეესაბამება ქალის ისტორიულ და ადგილობრივ არქეტიპს. ჩვენთვის მისაბაძი ინიციატივა იყო უმოჯოს ქალთა ეკოსოფელი აფრიკაში, კენიაში, რომელიც ადგილობრივი ქალების მიერ არის წამოწყებული და სოციალური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო მაგალითად იქცა. თავიდან ბევრი იდეა არსებობდა თუ სად უნდა აშენებული იყო ჟინვარი. საბოლოოდ ქურთ ქალთა რევოლუციამ ამ იდეების თავი მოუყარა და ჩაგვრელი კულტურისგან თავისუფალი უტოპია როჟავაში განათავსა. ჟინვარის საფუძვლის შემქმნელმა ადგილობრივმა ქალებმა 2017 წელს დააარსეს თვითმმართველი საბჭო, რომელიც გეგმავდა მოსამზადებელ სამუშაოებს. ეძებდა მიწას, ესაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში და შეიმუშავა სოფლის მმართველობითი სისტემა. წარმოიდგინეთ, ქალთა პირველი ეკოსოფელი ახლო აღმოსავლეთში. ქალების მიერ ქალებისთვის აშენებული. იცით ამას რას შევადარებდი? წყალში დიდ საგანს რომ ჩააგდებდა, ბევრ ტალღას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, მსგავსი კომუნის წამოწყება თავიდანვე სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ რეგიონში მაცხოვრებელი ქალების მხარდამჭერამ ჩვენი სოციალური ურთიერთობების საგრძნობლად გააძლიერა. ძალიან ბევრი კაცი გარშემო აგდებულა და არასერიოზულად უდგებოდა ჩვენს საქმიანობას. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ ავაშენებდით სახლებს, რომ ეს ჩვენთვის შეუძლებელია. იმიტომ რომ ქალები ვართ, მაგრამ ჩვენ შევქმნით ალტერნატიული რეალობა. დავგეგმარეთ და ავაშენეთ 30-მდე საცხოვრებელი სახლი, სამკურნალო ცენტრი, საგანმანათლებლო აკადემია, სკოლა და საერთო სამზარეულო, რამაც ბევრი კაცის დამოუკიდებლობა საგრძნობლად შეცვალა. ბოლო პერიოდში თურქეთისა და მასთან მოკავშირე ისლამური ჯგუფების მხრიდან მუდმივად ხორციელდებოდა შეტევები როჟავაზე, რის გამოც რეგიონში დიდი შიშის უფევს. ომის პარალელურად განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ქალების ოკუპაციას და ჩვენი სამეურნეო ვალების გადაწვას, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კრიზისულად აისახება და ხალხს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აიძულებს. სოციალური სისტემის ნგრევა ყველაზე მეტად ქალებსა და ბავშვებს აზიანებს. ჟინვარი წარმოადგენს თვითორგანიზებად საზოგადოებას, რომელიც მიესალმება განსხვავებულ ღირებულებების, ისტორიების, რწმენების, ენისა
თუ ასაკობრივი ჯგუფების ქალებს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? 62 წლის გახლავართ. ამერიკიდან გიკავშირდებით. ეხლა იმას ნუ მომაყოლებთ რა გზები და რა შიში გამოვიარე, სანამ ამერიკის საზღვარს გადავკვეთი და ნიუ-იორკში ჩავიდოდი. ნუ ეს ეხლა ყველა მეცის მექსიკის დაწყევლილი გზა. საუბედროდ მეც მათ შორის აღმოვჩნდი. ქვეყანა რომ აირია და ქალების უმრავლესობა ოჯახის სარჩენად უცხოეთში გადაიხვეწა. სხვა გზა მართლა არ მქონდა. ჩემი ქმარი არაფრის შეცვლას არ აპირებდა. რა ავქნა ხომ არ ვიქურდებ, მეტი არ შემიძლიაო, რა გავაკეთო. ყველა მიდის და წადი შენცო, ფულს გამოგვიგზავნი და მეც აქ რაღაც პატარა ბიზნეს ავაწყობო. თბილისში 2 მცირეწლოვანი შვილი დავტოვე და მათი უკეთესი მომავლისთვის თავი გადავდე. მაგრამ 20 წელზე მეტი გავიდა. და ვერც ბიზნესი აწყო და მხოლოდ ჩემი ნაწოლები ფულის ხარჯვაშია დღემდე. შვილებიც გაცივდნენ. 20 წელია დედა არ უნახავთ და აბა ახლა როცა შინ დაბრუნება გადავწყვიტე, ჯერ უფროსმა მკითხა, აქ სადაპირებ ცხოვრებასო. გავშრი და ვერაფერი ვუთხარი. მერე კი უმცროსმა შენი მეძე კრედიტი ავიღეთ და მე და ჩემმა ცოლმა და ახლა გვღალატობო. 2 ღამე ტირილში გავატარე. მერე კი შემოუძახე ჩემ თავს და ვუთხარი, ასე არ შეიძლება თქო. ის თანხა, რასაც ცალკე ვინახავდი და როცა დაუბრუნდებოდი სიურპრიზად და მათთვის მანქანების ყიდვას ვაპირებდი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქართველოში ერთ პატარა ლამას სოფელში პატარა სახლი მეყიდა. თავის კაი მოზრდილი მიწით. სიბერის გატარებას იქ ვაპირებ. ჯერ შრომის უნარიანი ვარ და იქაურობას 60-ით გადავაქცევ კი. არც წყენას დავიტოვებ. და დედათ თუ ვერ ვივარგე, რა ვიცი. კარგი ბებია მაინც ვიქნები. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სახელი და ასაკიც თუ შეიძლება. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ნინო და ვარ 53 წლის. მეც მინდა ჩემზე მოგიყვეთ. წლების წინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეს კავკასია, სადაც მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს, როცა მის ცოლს საკუთარი შეხედულებები აქვს და მას წინააღმდეგობას უწევს. ზოგიერთები ახლაც ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცმა ქალის სიტყვას პატივი უნდა სცეს. ისევ როგორც ქალმა მამაკაცის სიტყვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება კარგი ოჯახის შექმნა და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ოჯახში პატივისცემა და სიყვარული ერთ დონეზე უნდა იყოს და როცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ქრება, ჩემი აზრით, არა მარტო სიყვარული, ყველაფერი მთავრდება. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.